გადაცემის სტუმარია 45 წლის იურისტი პოლიტიკოსი ანა დოლიძე. კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, პარტია ხალხისთვის დამფუძნებელი. ამ პოლიტიკური ძალის გაცხადებული პრიორიტეტი სოციალური სამართლიანობა. ანა დოლიძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. ამის შემდეგ მიენიჭა ლეიდენის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრის ხარისხი, მიენიჭა კორნელის უნივერსიტეტის იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი, საქმიანობის დასაწყისში გაიარა სტაჟირება ჰააგის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში. მუშაობდა ორგანიზაცია Save the Children-ის საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის პროგრამის ოფიცერის თანამდებობაზე. იყო ევროპის და ცენტრალური აზიის პროგრამის Human Rights Watch-ის მკვლევარი. კითხულობს ლექციებს საერთაშორისო უნივერსიტეტებში, გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე წიგნი და 20-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. 2020 წლის 21 მაისს საზოგადოებრივი პლატფორმა მოძრაობა ხალხისთვის დააფუძნა და განმარტა, რომ მიზანი სუფთა ხელებით ქვეყანაში ახალი რეალობის შექმნა იყო. ერთ წელში პარტია ჩამოაყალიბა და პოლიტიკური მოძრაობის დაარსების შემდეგ იძულებული გახდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრის თანამდებობა დაეტოვებინა, სადაც ის მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 2018 წელს დანიშნა. იმ პერიოდში დოლიძე ამხელდა და მწვავედ აკრიტიკებდა სასამართლო კლანს, მოსამართლეებს, რომლებიც დღეს ამერიკის და ევროპის ქვეყნების მიერ სანქცირებულთა შორის არიან. ჩვენ ამ თემაზე ბუნებრივია ვკითხავთ მას. ანა დოლიძე 2016 წლის ივნისიდან 2018 წლის იანვრამდე იყო საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი. მანამდე 2015-2016 წლებში მუშაობდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე. თინე ხიდაშელის მინისტრობის დროს. უფრო ადრე 2004-2006 წლებში არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ხელმძღვანელობდა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ანა დოლიძე დიდუბეჭ-უღურეთის მაჟორიტარულ ოლქში დამოუკიდებელ კანდიდატად იყრიდა კენჭს. მან პირველ ტურში ხმების თითქმის 18% მიიღო და მესამე ადგილზე გავიდა. ანა დოლიძე 2021 წელს თბილისის მერობის კანდიდატი იყო და მეოთხე ადგილი დაიკავა. 2024 წლის არჩევნებზე იგი მამუკა ხაზარაძესთან, ალეკო ელისაშვილთან და ლევან ცუცქირიძესთან ერთად კოალიციის ფორმატში გავიდა არჩევნებზე და ამ დრომდე რჩება ამ გაერთიანებაში, რასაც თავის დროზე, მაგალითად მამუკა მდინარაძე ასე გამოეხმაურა. ანა დოლიძე, რომელიც მთელი ცხოვრება თაღლითებს, მევახშეებს ვითომ ებრძოდა და ძალიან მემარცხენე მიმართულება, სოციალური სამართლიანობა ჰქონდა თავის ნიშად აღებული, გაუერთიანდა ხაზარაძე მამუკასო. მოგესალმებით ანა. მოგესალმებით ანა, ძალიან მსუყე, მრავალფეროვანი ბიოგრაფია, რამეს ხوار დაამატებთ, გავაცანით მაპ. შევახსენეთ მაყურებელს. გზა თუ გამახსენდება, გეტყვით დიდი მადლობა. ესე იგი, რადგან მამუკა მდინარაძის ციტატით დავასრულეთ, ხო? შენიშვნა იმასთან დაკავშირებით, რომ თქვენ რაღაცა კონკრეტული მიმართულება გქონდათ აღებული, თქვენი პოლიტიკური პლატფორმიდან გამომდინარე, შემდეგ როგორ აღმოჩნდით მამუკა ხაზარაძესთან, თუ გსურთ რომ უპასუხოთ კიდევ ერთხელ ამ საკითხს. რა თქმა უნდა. მამუკა მდინარაძეს არ უპასუხებ კონკრეტულად იქიდან გამომდინარე, რომ მან ამ განცხადებით დაარღვია ძალიან მნიშვნელოვანი ქართული წესი, რომელიც არის, რომ ჩვენ უხსოვარ დროში ვიყავით მეგობრები, გვაკავშირებდა ახლობლობა სხვათა შორის. მის მეგობრებს მე დღესაც პატივს ვცემ, ამიტომ ვწუხარ, რომ მას მოუწია კონკრეტულად ორღობის ჭორაობაში გადასვლა ჩემთან მიმართებაში. კი, ბევრი წლების წინ სტუდენტობის დროს. და რა თქმა უნდა, ხა ეს რაც მან გააკეთა, ეს ყველანაირ წითელ ხაზებს არღვევს არა პოლიტიკაში, არამედ ქართულ ქცევის კოდექსში, რომელსაც მე პატივს ვცემ. და მას თავი გავანებოთ. დაუბრუნდეთ ახლა კოალიციურ გაერთიანებას. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც არის აი ახლა ზუსტად რამდენიმე დღის წინ გაერთიანდა ორი ჯგუფი გერმანიაში, იმისთვის რომ შეექმნა გერმანული მთავრობა, ეს არის ქრისტიან დემოკრატები, მემარჯვენე და სოციალ-დემოკრატები, ჩვენი მეგობარი და პარტია, იგივე მოხდა ავსტრიაში, ცოტა ხნის წინ ნიდერლანდებში. ჩვენ გავაკეთეთ ის, რასაც აკეთებენ ჩვეულებრივი ევროპული მმართველობის წესი არის, როდესაც ერთიანდებიან კონკრეტული ამოცანით მთავრობაში ყოფნის სთვის და მართვისთვის სხვადასხვა ტიპის სხვადასხვა მიმართულების პარტიები. პირიქით, მე მგონი ჩვენ რაც გავაკეთეთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და თავს შესაბამისად გვაძლევს საშუალებას უთხრათ ხალხს, რომ ჩვენ მზად ვართ იმისთვის, რომ იგივე გავაკეთოთ, როდესაც ხელისუფლებაში მოვალთ. არავის არ ეგონოს, რომ რაზეც საუბრობთ, რომ კოალიციური მმართველობა. ეს უჭირთ ევროპელებსაც, რომელსაც ეს აქვს 100 და 150 წელიწადი, ხო, იცით, რომ ცოტა ხნის წინ ბელგიას არ ყავდა მთავრობა 6 თვის განმავლობაში. მაგრამ ჩვენი კოალიციით მოვახერხეთ ეს დღესაც
კოალიცია ჯერ ესეთი დავდეთ შედეგი, შეიძლება ბევრს არ მოეწონა არც ან ამ მხრიდან, ან იმ მხრიდან ჩვენი გაერთიანება. მაგრამ დაიდო ძალიან სერიოზული შედეგი ძლიერი საქართველოს ფარგლებში. ჩვენ შევინარჩუნეთ ინდივიდუალურად თითო პარტიამ თავისი ჩვენი ხასიათი, როგორც ხდება ხოლმე ევროპულ კოალიციებში და გარდა ამისა ვისწავლეთ მართვა და ის მოდელი, რომელსაც მე გადავიტანთ ხელისუფლებაში. თქვენ იცით, ძალიან კარგად ჩანს, როგორ მართავენ ქართული პარტიები საკუთარ შინაგან ცხოვრებას, ხო? ეს არის SMS-ები, ეს არის ერთი პიროვნების კულტი და ეს არის, რასაც თქვენ ვერ ნიხილავთ ძლიერ საქართველოში. ეს ამოცანა თან იყო, რა თქმა უნდა, პარტიული ამოცანა და ეს არის ქართული ოცნების გაშვება, რომელსაც ვერ გავაკეთებდით ვერავინ ცალ-ცალკე. ხა ვიღაცა პარტიამ გადაწყვიტა ჩვენ შეგვეძლო პარტიას ხალხისთვის, ცალკე გავსულიყავით არჩევნებზე, აგვეღო დაფინანსება, ფეხი-ფეხზე გადაგვედო და გვეყურებოდნენ მოვლენებისთვის, ეს გააკეთეს ვიღაცეებმა, ხო? ამის მაგივრად ჩვენი ამოცანა იყო, რომ არ დაგვეკარგა არც ერთი ხმა და გვესწავლა თან მართვა იმის ფონზე, რასაც ქვია მრავალხმიანობა. ანუ პარტიული თვითყოფადობის შენარჩუნება, მაგრამ საერთო ამოცანისთვის ბოლომდე მაინც ვერ შეინარჩუნეთ ლევან ცოცხლიძე გავიდა კოალიციიდან, მაგრამ ხო, საერთო ჯამში როგორც ჩანს, мотиваცია მაინც რჩება. ცით რა არის, ყოველ შემთხვევაში მოდელი რაზეც არის ეს კითხვა, რომ პარტია, რომელისთვისაც ჩვენ პარტია ხალხისთვის მეგობარი პარტია, დიდი გაერთიანება არის, სოციალ-დემოკრატიული გაერთიანება, ლელოს ხავს თავისი მეგობარი ევროპული პარტიათა ჯგუფი და ის მოდელი, რომელიც ჩვენ შევქმნით, არის წარმატებული დემოკრატიული მართვის მოდელი, აი რომელიც 200 წლიანი მართლობის, კოალიციური მართლობის ფარგლებში აგერ ხორციელდება გერმანიაში და ავსტრიაში. და ჩვენ შეგვიძლია ეს გავაკეთოთ, ეს დავამტკიცეთ, ახლა ვიღაც გავა, ვიღაც მოვა, უკვე ამას აღარ აღნიშნავს. ქართული ოცნება მაყურებელს ალბათ ძალიან კარგად ახსოვს, რომ თავად კოალიციური გაერთიანება იყო, როდესაც მოვიდა ხელისუფლებაში და საკმაოდ ეკლექტურიც და როგორ დაიშალა, ესეც ალბათ ახსოვს საზოგადოებას. ანა ალბათ უსამართლობა იქნებოდა, რომ არ გკითხოთ მოსამართლეებზე და მათ სანქცირებაზე, რის განგრძობით პროცესაც ვაკვირდებით ჩვენ ახლა, მიუხედავად იმისა, რომ სანქციების ეფექტი ნამდვილად საგრძნობი იქნება მათი ცხოვრებისთვის, ცდილობენ თითქოს არ შეიმჩნიონ, თითქოს ეს მათ არ აზიანებს. იქნება ეს ეგრეთ წოდებული ხელისუფლების წარმომადგენლები თუ მოსამართლეთა ეგრეთ წოდებული კლანის წევრები და არა მხოლოდ კლანის, გაფართოვდა ხო ესია. რა შეგიძლიათ ამაზე გითხრათ, რეალურად როგორ მუშაობს და განსაკუთრებით მოსამართლეებს, მე სამართლიანობა აქ იმიტომ ახსენე, რომ ახსოვს ალბათ მაყურებელს თქვენი აქტიურობა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, მაშინ ძალიან ხმამაღლა ამხელდით კორუფციულ ფაქტებსაც მათ შორის, ხო? აი, როგორ გაღრმავდა უკვე ეს პრობლემა და ახლა თავად მოსამართლებს რა პრობლემები შეექმნებათ სანქციებით? კი, ცალსახაა, რომ მიტაცება ბიძინა ივანიშვილმა სახელმწიფოსი განახორციელა სწორედ სასამართლოს მეშვეობით. ვერ ვიტყვით ახლა, აი ზუსტად საგამოძიებო კომისიას რო გავაკეთებთ თავის დროზე, რაც გარდაუვალია, თუ ჩვენ არ გვინდა რომ გავიმეოროთ იგივე რაც გამეორდა, რომ უბრალოდ ვიღაცა მოვიდეს ხელისუფლებაში და კიდე გადმოიბაროს ის მომსახურება, რასაც მურუსიძე ჩინჩალაძეს თავაზობს, ეს სერვისი, მაშინ ეს ყველაფერი უნდა გამოვიტანოთ საჯაროდ, უნდა მოვყვეთ, განვიხილოთ, გავიგოთ და ამით კლანის აი ჩრდილოვანი არსებობა, მუშაობა, ამით დავასრულოთ. ოღონდ ეს არ იქნება იმ სტილის კომისია, რას კომისიასაც ახლა გვთავაზობენ, რაც სასაცილოა და სამარცხვინეა, ხო, მართლა ნამდვილი საგამოძიებო საპარლამენტო დემოკრატიული საფიხვნო უნდა იყოს ეგეთი კომისია სამსჯელო. ამით გადმოიბარა. ახლა ეს როგორ გამოვიდა, მას მიზანმიმართულად ჰქონდა ეს დაგეგმილი თუ გზადაგზა, როგორც თავიდან იყო ცნობილი, რომ ეს აღმოჩნდა ვითარებაში, რომ აი ამ კლანის გათავისუფლებას და თავისი ხალხის მოყვანას ჯობდა გარიგების დადება მურუსიძესთან, ეს იყო მოარული ვერსია. ეს ვერსია რეალობას გავს და ამ შემთხვევაში მურუსიძე ჩინჩალაძემ შენაერთმა მას შესთავაზა მომსახურება. რა მომსახურება? გაანებეთ ჩვენს პასუხისმგებლობას თავი, ამის საფასურად, იმის მაგივრად, რომ ეს ხალხი, რომელმაც ჩაიდინა დანაშაულები წინა რეჟიმის დროს, მიეცათ პასუხისმგებაში, ან სახლში გაეშვათ, ან საპატიმროში, ანუ სამართლიანობა მართლა აღდგენილიყო, ამის მაგივრად დაიდო პაქტი და ისინი ყველანი გადმობარგდნენ 3 დღეშიოთ სასამართლო სისტემაში. ეს რაც შეეხება საერთო სასამართლოს. საკონსტიტუციოზე ვიტყვი ცოტა ხანში, იმიტომ რომ მივადგებით ახლა ამ მნიშვნელოვან მომენტს. და შესაბამისად კლანის მეშვეობით ბიძინა ივანიშვილმა დაემკვიდრა ძალაუფლება. დღეს ძალიან კარგად ჩანს, რომ
სწორედ იმ რაღაცეებს, აი კლანზე, რომელიც რეპრესიების მეშვეობით ჯარიმები იქნება, პატიმრობა, პოლიტპატიმრები, საკონსტიტუციო სასამართლო, აი ამის მეშვეობით იმართება ქვეყანა კი არა, მართვა არასწორია. ინერჩუნებს ბიზინა ივანიშვილი ძალაუფლებას, ხო? ხო, აი, საკონსტიტუციო სასამართლო ახსენეთ, დღევანდელი სანქციების ლიეტვის პაკეტშია ძალიან ვრცელი. ასეული სანქცირებულია მათ შორის მოსამართლეები. ვინმე თავი დაიწვრინოს, მოდით ვთქვათ, აი რა რეალობაში აღმოჩნდნენ, თითქოს საქართველოში რაღაც კონკრეტულ გადაწყვეტილებებს იღებენ ერთ ვიწრო სასამართლო დარბაზში, სადაც ხშირ შემთხვევაში სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებიც ვერ შედიან, მაგრამ რეალურად ძალიან შორს გავიდა მათი საქმეების და საქმიანობის შესახებ ინფორმაცია. აი, რა უნდა იცოდეს დღეს იმ მოსამართლემ, რომელიც ასეთ საქმეს აკეთებს, ამ დავალებას ასრულებს? უსერიოზულესი ამბავია. ჯერ ეს ერთი ის, რომ ვერავინ ვერ გამოძრება იმავე მოდელით, რა მოდელითაც შეიძლება მანამდე გამოძრვა. ახლა ხედავ კადრებს იმ ადამიანებისა, რომლებიც უნდა იყვნენ მთავარი განხილვის საგანი, რამე კომისია თუ მოეწყობოდა, ხო? პირველ რიგში ახლა მართლა აი აბსოლუტური უსამართლობა ამ პროცესისა იმაში მდგომარეობს, რომ თავარი სამიზნე ვინც უნდა იყოს ასეთი გარჩევის, ესენი არიან მოსამართლეები, ამ ხალხს არაფერი არ ეხება და ეს არის ის დაპირება, რომელიც არის გაცემული, რომ თქვენ იქნებით მშვიდად. თუმცა ახლა მეორე მხრივ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს თუ ავიღებთ, ისინი უფრო მოწყვლადები არიან. ჯერ ეს ერთი მათ აქვთ ხანდა ვადა, რის განმავლობაშიც ისინი არიან საკონსტიტუციო სასამართლოში. ბევრი მათგანი ფიქრობს შემდეგ სამსახურზე, ბევრი მათგანს დაპირებულნი არიან შემდეგ სამსახურს. ეს იქნება, ვთქვათ, შემდეგი ვაკანსია სტრასბურგში, შემდეგი ვაკანსია ჰააგაში, რამე კონკრეტული ფაქტიც ხო არ იცით? მოარული ამბები არსებობს. ჩვენ მოდელები ვიცით ყოველ შემთხვევაში, როგორ უნდა დაუფასდეს საკონსტიტუციო სასამართლოს 7 მოსამართლეს, რომელთაგან ნაწილს მე კარგად ვიცნობ და პატივს ვცემდი, როგორც იურისტი. ერთი გუნდის ნაწილი იყავით. ხო, გუნდის არ ამგონია. გუნდის გულისხმობა ამ შემთხვევაში ერთად გიმუშავიათ. ხო, ერთად გვიმუშავია. კი, და პატივს ვცემდი როგორც პროფესიონალებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. კი, ნამდვილად. როგორც პროფესიონალებს პატივს ვცემდი. ეს ადამიანები იყურებიან მათ შემდეგ ნაბიჯზე და აი აქ ნამდვილად არასახარბიელოდ იქნება ეს ამბავი, იმიტომ რომ რო წარმოვიდგინოთ ისინი ყველაზე აი სუდანში ხო არ ეხა საშინელი ხოცვაშლეტვა ხო? სუდანელი აჯანყებულები რომლებიც არიან იმავე სანქციებში და ავღანელი აი მართლა უკანასკნელი დონის ადამიანის უფლებების დამრღვევები არიან იმავე სანქციებში, რა სანქციებშიც მოხდებიან, ჯერ არა, ლიტვა სულ დასაწყისია. მოხდება ეს 7 მოსამართლე საკონსტიტუციო სასამართლოში, ეს ვიცი ნამდვილად. ალბათ თვითონაც ვერ წარმოედგინათ ცოტა ხნის წინ, რომ ასე შორს გაიჭრებოდნენ მართლა როგორც ელისო თქვა, ხო? აი რაღაცა არც ეკნებოდათ რომ ამდენად დაისჯებოდნენ ეს მოლოდინი. არ ვიცი, შეიძლება, თუმცა ყველაფერს რო თავი დავანებოთ ახლა. ჩვენ არ ვსაუბრობთ ადამიანებზე, რომლებიც გუშინ დაიბადნენ. ჩვენ ვსაუბრობთ გამოცდილ პოლიტიკოსებზე, პოლიტტექნოკრატებზე, ხალხზე, რომელსაც საკითხული უნდა კონდეს ნაწარმოებები. ბოლოს საკითხული უნდა კონდეს, ნანახი უნდა კონდეს ნათლი მამა საკითხული თუ არა. ანუ ამსეთ სისტემაში შესვლა არ ხდება ერთ დღეს. არ გეუბნებია რომ გამოდი და გაუქმე ყველა ოპოზიციური პარტია. ეს რაღაც არ ხდება. სისტემაში შესვლა ხდება და ეს ვიცით მოსამართლეებთან მუშაობით და ზოგადად მართლა ლიტერატურით ელემენტარული საკითხავია ეს, ხო? ხდება ნელ-ნელა, როდესაც ჯერ ამას დაგავალებენ, ჯერ იმას. აი მაგალითად, წლების განმავლობაში ჩემი რამდენიმე სარჩელი, რომელიც გაგზავნილი იყო საკონსტიტუციო სასამართლოში, რომელიც გავაგზავნე 2019 წელს, ეხლა მოვიდა პასუხი მასზე. არ ჩათვალა საჭირო ამ შემადგენლობამ, რომ 5 წელზე მეტი განიხილა. მაშინ როცა გარკვეულ სარჩელებს, რომლებიც პოლიტიკურად მიზანშეწონილია, ძალიან ჩქარ-ჩქარა აცხობენ. აი ეხლა რასაც აკეთებენ, ხო? ის რასაც შვებიან, ეს ზუსტად ეს 7 მოსამართლე, რასაც აკეთებს, რეალურად ნახეთ დღეს. გასაღები ქვეყნის გათავისუფლების არის ერთი პოლიტიკური ბიძინა ივანიშვილთან და მეორე ამ 7 მოსამართლესთან. ეს რეალობაა. მათ შეუძლიათ გააუქმონ ის რეპრესიული კანონები, რომელიც მიიღეს. მათ შეუძლია გააუქმონ ჯარიმების კანონები, რომელიც არის ანტიკონსტიტუციური. მათ შეუძლიათ გააუქმონ ნიღბების კანონები.
ამიტომ პასუხისგებლობა მათ მიმართ აუცილებლად იქნება და უნდა იყოს სერიოზული და ჩემი აზრით უნდა ოდნავ გონია ეს ხალხი, რომელიც იქ არ არის მოხვედრილი მერხიდან და არის გამოცდილი კარიერული საფეხურებიდან, ამას უნდა მივხვდარი. ხო, თან მოსამართლეები არიან რა, ყველაზე მეტად მათ უნდა იცოდნენ, რომ ადრე თუ გვიან სამართალი პულს შეჭამს და რა ვიცი, შეიძლება დააგვიანდეს ამ სამართალს, როგორც ამბობენ, ურმით მოვიდეს, მაგრამ მაინც. კარგით, გალბატონო ანა, მოკლედ, ჩვენი გადაცემის ფორმატი ითვალისწინებს ხალხის კითხვებს, ჩვენ გვაქვს ასევე კითხვები, მაგალითად, გიორგი გახარიას დაბარებას ეგრეთ წოდებულ პარლამენტში, ამ თემას უნდა შევეხოთ, მათ შორის უნდა ვისაუბროთ პრეზიდენტთან არსებულ სამუშაო ჯგუფს და ასე შემდეგ ამ თემებს, მაგრამ მანამდე მოდით ვნახოთ რა კითხვები აქვს მოქალაქეთა ნაწილს თქვენთან. ისინი ჩვენ ჩავწერეთ TSU-ს პირველ კორპუსთან გუშინ დედაენის დღესთან დაკავშირებით გამართა შეკრება და მსვლელობა. ნაწილი კითხვები ნახავთ, რომ არის ცოტა ზოგადი და მთლიანად ოპოზიციას მიემართება, მაგრამ უშუალოდ კონკრეტულად თქვენს რაც გეხებათ, იმასაც კარგია რომ მოინიშნავთ. კი, მოდით ერთად მოვისმინოთ. როდის გადავალთ აქტიურ მოძრაობაში, იმიტომ რომ ცალკე პოლიტპატიმრების თემა, ესე იგი გვაგიჟებს, უდანაშაულო ბიჭების იყოფნა და ჟურნალისტების, ექიმების, მსახიობების და ასე შემდეგ და ასევე კარს მომდგარი რუსეთის იმპერია, რომელმაც დღეს განაცხადა ახალი ერეკლი მეფეები მოვლენ და დაიჩოქებენო, ამას როდიდან აღუდგებით ჩვენ? ჩვენ უფრო მეტი აქტიური მოძრაობა გჭირდება. რას ნიშნავს ეს? ხშირად ამბობენ უფრო მეტი აქტიური მოძრაობა. აქტიური, აი 24 საათიან აქციების გადასვლა და შევაწუხოთ. ესენი ძალიან კარგად გრძნობენ თავს. აჯარიმებენ ხალხს, ატერორებენ ხალხს. მიაქვთ ორ თვეში 36 მილიონი შევიდა და ხალხი აგროვებს, ღატაკი ხალხი დგას აქ. მაგათნაირად არ გვიძარცვია ჩვენ საქართველოს. პარტიები მეტად უნდა ჩაერთონ ამ პროცესში. მეტად აუცილებელია გამოკვეთილ. აქ ჩვენთან უნდა დადგნენ და 24 საათიან რეჟიმში აქციის გადასვლა. თავად ანა დოლიძის როლს როგორ ხედავთ? მის აქტიურობას რა მიმართულებით ელოდებთ? აი ანა დოლიძის როგორც ქალის, ხო? აქ არიან პოლიტპატიმრების დედები, მის გვერდში 24 საათიანი დგომა დედებთან. ყველა ქალები დავდგებით ჩვენ. და მეტი აქტივობა გავაგონოთ, რომ ასე ვერ ვიცხოვრებთ. დროულად ჩაინიშნოს არჩევნები. კლიანტ ოპოზიციასთან მაქვს ერთი კითხვა. რა გეგმა გაქვთ, რას აპირებთ და როდემდე აპირებთ უმოქმედოდ გაგრძელებას, იმიტომ რომ მოქმედება არ ჩანს. ხალხი დგას, ხალხი აკეთებს საქმეს, მაგრამ ოპოზიციისგან არ ჩანს მოქმედება. რა მოქმედებას ითხოვთ? სამოქმედო გეგმას, იმიტომ რომ აქციები რაც მიმდინარეობს, უკვე ჩავედით რუტინულ მდგომარეობაში. ოპოზიცია არაფერს არ აკეთებს და მთავრობა იგნორის გარდა უკვე აღარაფერს აღარ აკეთებს. თუ არის უკვე რეალური სამოქმედო გეგმა დაიდოს, რომელიც რეალურად იმუშავებს. რა იქნება და თქვენთვის მისაღები ამ სამოქმედო გეგმის ნაწილი? პროტესტის უფრო მასშტაბურ დონეზე გადატანა და უფრო მეტად შეწუხება მთავრობის. იმიტომ რომ მარტო რუსთაველის გადაკეტვით ვერაფერს ვეღარ ვაკეთებთ. საჭირო არის გზების სწორად გადაკეტვა. საჭიროა მთელი ქალაქის პარალიზება, რადგან უკვე მთავრობა მარტო რუსთაველს აღარ აქცევს ყურადღებას. რუსთაველს გადაკეტავენ და ქალაქი ჩვეულებრივად აგრძელებს რუსთაველის იქით ცხოვრებას. პოლიტიკურმა ძალებმა პარტიული რესურსი უფრო მეტად უნდა გაააქტიურონ. კი ბატონო, იმიტომ რომ მათ ყავთ ამ მომრჩეველი, რომელიც მათ უსმენს და ხალხი მხოლოდ სოციალური ქსელებით ვაკეთებთ ამ ყველაფერს. და ჩვენ როდესაც ვაპროტესტებთ ჩვენი ქვეყნისთვის, მათი ვალდებულებაც არის გვედგნენ გვერდით. და დაგვიჭირონ მხარი. საჭირო არის მათი ჩართულობა ამაში. არ არის საჭირო რომ მოითხოვონ რევოლუცია, საჭირო მოუწოდონ თავიანთ ხალხს, რომ დაგვიდგნენ გვერდში. გვეხმარებოდნენ გზების გადაკეტვაში და რუსთაველზე არ დაგტოვონ მარტო, მაგალითად 9 აპრილს, როდესაც ვიყავით დილით ვინც უნდა მოსულიყო, იმიტომ რომ ველოდით ხალხი მოვიდა და არავინ არ მოვიდა. პოლიცია იყო ძალიან ბევრი, ხალხი ვიყავით ძალიან ცოტა. და პარტიებს უნდა დაეორგანიზებინათ ეს. პარტიებს არ უნდა დაეორგანიზებინათ. პარტიებს მოეწოდებინათ თავიანთი ამომრჩევლისთვის, რომ დაგვდგომდნენ გვერდში, იმიტომ რომ უნდა უსმენდნენ თავიანთ ხალხს. რადგანაც ჩვენ ვართ ის ხალხი, რომელიც ირჩევს რომელიღაცა პარტიას, მათი ვალდებულებაა უსმენონ თავიანთ ხალხს და თავიანთივე ხალხს დაუდგნენ გვერდით. გღირსება რამე ანა დოლიძეს შევეკითხები. მოთხოვნა იქნება გაერთიანდნენ ერთად. ვიყოთ და საერთო ენა გამონახო. მინდა მოგმართოთ ყველას ოპოზიციას, განსაკუთრებით ქალბატონ ანას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეგიონებში ჩამოხვიდეთ და ხალხს აუხსნათ
ის ვითარება, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება დღეს, იმიტომ რომ უდიდესი ჰიბრიდული ომის პერიოდში გვიწევს ყოფნა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორად მიეწოდოს მოსახლეობას ინფორმაცია და ეს არ ხდებოდეს მხოლოდ და მხოლოდ თბილისში. რატო პასიურობენ ამ მხრივ თქვენი აზრით აქამდე? იცით რა არის, ვერ გეტყვით, უბრალოდ მე რასაც ვხედავ და რასაც ვუყურებ და ძალიან ბევრი შეხება მაქვს ზოგადად რეგიონებთან, რომ ხშირად მივდივარ ჩემს მშობლიურ კახეთში, მე და ჩემს ოჯახს და ჩემს საახლობლოს გვიწევს ძალიან მარტივი ენით ახსნა თუ რა ხდება რეალურად და რასთან გვიწევს ბრძოლა. და ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ადამიანებს ესმით სწორად ახსნილი სიტყვა არ არის მნიშვნელოვანი, არ არის აუცილებელი, რომ მაინდამაინც ძალიან რთული პოლიტიკური სიტყვებით აუხსნათ. საუბარია თელავიდან, აქედან რაღაც 130 კილომეტრშია თელავი, სულ აქვეა. იმიტომ რომ მე მიმაჩნია, რომ ძალიან ბევრი ადამიანს თუ სწორად მიუწვით ინფორმაციას, უფრო მეტნი ვიქნები და უფრო მარტივი იქნება ამ ურთულესი პერიოდის გავლა და ერთმანეთს უფრო გავაძლიერებთ. აი თქვენ რეგიონებზე აკეთებთ აქცენტს და თქვენი დაკვირვებით რეგიონებში რატომ არის უფრო ეფექტიანი ოცნების პროპაგანდა? ძალიან მარტივად გეტყვით ეს ჩემი დაკვირვებით რაც ხდება. ძალიან დიდი გაჭირვებაა მატერიალური იქ ხდებით და ადამიანები გადასული არიან ელემენტარულად რა ჭამონ და როგორ გაიტანონ თავი დღიდან საღამომდე. შესაბამისად, მათთვის ძალიან რთულია რეალობის აღქმა თუ რა ხდება რეალურად და რასთან გვიწევს. რატომ არიან ამ დღეში? ისინი ამას ვერ ხვდებიან. რეალური მიზეზი რა არის მას? მათ გონიათ რომ რაღაცა ორ კაპიკს რო ვიღაცა მისცემს, ის არის მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. რეალურად სიღრმისეული პრობლემის აღქმის უნარი ფიზიკურად აღარ დარჩათ მათ. იქიდან გამომდინარე ძალიან გაჭირვებულები არიან. არასოდეს არ ვენდობოდი, იმიტომ რომ ყოველთვის მეგონა რომ გულწრფელი არ იყო. და ეხაც არ მგონი, ეხაც ეჭვი მეპარება მის გულწრფელობაში. ის შეიძლება კარგი პროფესიონალია, თვითონ იქებს ხოლმე თავს, მაგრამ სხვაებიც არიან კარგი პროფესიონალი. რაში არ არის? და ესეთი საერთოდ აი დამოკიდებულებაში ან ფაქტები რომ მოყავს, ხო ძალიან ბევრი არ არის სწორი და მართალი. და ისა ვურჩევდი რომ კარგად გაარკვიოს და მე ისე მოგვიყოს რაღაცა. იყო რამე კონკრეტული საკითხი? მე მასზე ბევრად უფროსი ვარ და შესაბამისად ძალიან ბევრი რამე კარგად მახსოვს. უფრო ბევრი რამე მახსოვს ვიდრე არა. იყო რამე კონკრეტული საკითხი? წინა ბევრი ათეული წლების წინაც. კონკრეტულად ანადოლიძეს არ ვიცი რა უნდა უთხრა, მაგრამ ზოგადად ოპოზიციას ურჩევ, რომ საქმეების გარჩევას ახლა თავი დაანებონ, იმიტომ რომ არავინ არ არის უცოდველი და უშეცდომო. ეხლა მაგის დრო არ არის, რომ ესე მაგაზე მნიშვნელოვანი არის ის პრობლემის მოგვარება, რაც ახლა ხდება ზოგადად. და რაღაც ერთ აზრზე უნდა ჩამოყალიბდნენ ხოლმე ყველასთვის მეტნაკლებად მისაღებზე. მე ესე ვფიქრობ. მათ შორის თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებითაც კი, რა თქმა უნდა. ძლიერი საქართველოს ამ გაერთიანების მხრიდან გააქვთ ამ კითხვაზე პასუხი? ძალიან კარგი იქნება, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ იმ შემთხვევაში, თუ სამართლიანად ჩატარდება, მაგრამ განმეორდება იგივე. ისევ ხელმოწარულები დარჩებიან ამ არჩევნების პირობებში და მოუწევთ ისევ ესე ქუჩაში და მე როგორ იმ ქუჩაშიც აღარავინ არ გამოვა, მე მგონი იმდენად რაღაც რუტინა გახდება ეს ქუჩაში გამოსვლას აზრი აღარ ექნება. მე ვფიქრობ, რომ ერთ აზრზე უნდა დადგეს სულ. მე სხვათა შორის ამოვილელოს მივეცი ხმა, ამიტომ როგორც ამორჩეულს უფრო მეტად მაინტერესებს. მე თვითონ სურვილი მაქვს, რომ არ მიიღონ, მაგრამ კითხვა მექნება, მიიღებენ და რითი გაამართლებენ აი იმას თუ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ თვითმმართველობის. თავარი შეკითხვა რაც გამიჩნდება ის არის რომ რატო მისცეს ხელისუფლება სიტუაციის ნორმალიზების საშუალება, იმიტომ რომ უყურებთ რაც 28 ნოემბერს ხდებოდა, რაც დეკემბრის განმავლობაში ხდებოდა, ის იყო რომ ხალხს ქონდა ეგზისტენციალური პრობლემის განცდა, რომ ქვეყნის ბედი კითხვით ნიშნის ქვეშ იდგა საერთოდ და გავიდა ერთ თვეზე მეტი გავიდა და ჩვეულებრივ ვაგრძელებ ცხოვრებას
დავდივართ რესტორნებში, ვერთობით, ვქეიფობ და თითქოს არაფერი არ მოხდარა, ეს ხალხი შევატოვეთ ციხეში და აი რაღაცის მოლოდინში ვართ, როცა მაგალითად ქართული ოცნება არანაირი კომპრომისი არ მოდის, როცა მაგალითად აი ელემენტარული აგერ ხალხი ეთერს ითხოვს ჯერ საზმაოს რა რეიტინგი აქვს საერთოდ და მე მაგის ეთერიც კი რა პრობლემა არის, მაგრამ როცა ხელისუფლება არანაირი კომპრომისი არ მიდის საერთოდ, როცა არც ერთი გამარჯვება არ მიგვიღია, მცირე გამარჯვებაც კი, რატომ მივეცით აი ეს სიტუაციის ნორმალიზების საშუალება, რატო წავედით სახში? ნუ გეტყვიან რომ ფაქტი და შედეგი არის რომ ლეგიტიმაცია არ აქვს ამ ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას და სანქციებია და საერთაშორისო არ აღიარება. გასაგებია, მაგრამ ხალხისთვის სწორი მესიჯების გზავნა მათი მოვალეობა იყო პირველ რიგში, რომ გამოდიხარ და როიდახარ გავიმარჯვებთ სახელოვნად და ესენ რეჟიმი ყანყალებს და ჩამოინგრევა ამ წამს ეს ხალხში ცრუ მოლოდინს ქმნის. შესაბამისად გონია რომ აი ხა გამოვლენ დღეს დადგებიან და ხვალ რეჟიმი ჩამონგრეული იქნება. ეს არის ცრუ მოლოდინი. ანალოგიური შეკითხვა მაქვს სალომე ზურაბიშვილმაც. რო გითხრა დაელოდეთ აგვისტოში, თუცა რო გითხრა არჩევნებს დაელოდეთ და მე რო გითხრა უიგო უყალბებიენო, ანუ ეს რა არის? ანუ მე საწასულიყავით და მე კაი დროსია მე ხო? ანუ უიგო უყალბებიან მე ჩვენს რა ვქნათ. ხო და ეს არის უბრალოდ ეს მათი უვიცობის გამოდის ეს ყველაფერი თუ სიტუაციას ვერ აფასებენ სწორად. ერთი არის რა ბრძოლის მეთოდი არის, მესმის რომ ძნელი არის ავტორიტარულ რეჟიმს ებრძოლ და ვერ მოთხოვ ერთ პოლიტიკოს რომ მოდი და შეეწირი ამას, ჩვენ თვითონ ვერ ვეწირებით ფაქტია, მაგრამ მეორე არის რომ სწორი მესიჯი მიიტანო ხალხამ და სწორი მოლოდინი შეუქმნა. აი ეს ლექსების კითხვა გევიმარჯვებ, გავიმარჯვებ და აქანა ვერ დაგვაჩვენებს ქართულ ხალხს, ხედავთ რომ უკვე დაუჩვენდით. იუმორისტული პასაჟებით, მაგრამ კრიტიკით სავსე იყო ბოლო რესპონდენტი, თუ გინდათ აქედან დავიწყოთ, რა ვიცი. კი, დავიწყოთ და დავიწყოთ უბრალოდ როგორ არის იმაში კონკიაში ფეტვიც ერთისგან გავარჩიოთ, ხო, ჯერ ამით დავიწყოთ. ბევრი არის რომელიც ზოგადად ოპოზიციას მიემართება და ნაწილი რასაც მე ჩავთვლი საჭიროდ რომ მეც მგონია რომ მეხება და შემიძლია უპასუხებ, თუმცა ყველას მაგივრად ვერ ვისაუბრებ. ოპოზიციის ლიდერად რო გამომაცხადებენ, მე ვისაუბრებ ყველას მაგივრად. ეხლა ვისაუბრებ ჩემს მაგივრად, პარტია ხალხისთვის მაგივრად და კოალიციის მაგივრად. მე მოგახსენებთ, რომ მე კონკრეტულად მე ავიღე პასუხისგებლობა 29 დეკემბრის გეგმასთან დაკავშირებით. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გავითვალისწინოთ, რომ როდესაც ხარ ასეთ ბრძოლაში არსებობს გადამწყვეტი თუ შენ მივხვდი როგორც ლიდერი, შეიძლება გამოავლინო, რომ არსებობს გადამწყვეტი მომენტი, რომელიც წარმოშობს შენთვის შესაძლებლობებს. ყველა სტრატეგიის ნიჭი საბრძოლო ხელოვნებაში სწორედ ამაში მდგომარეობს, რომ გამოავლინო მომენტი, როდესაც მოწინააღმდეგეს აქვს სისუსტე და ნაკლები შესაძლებლობით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიო. მაგალითად, დავითისა და გოლიათის შერკინება ეგ ამბავია, ხო? ამ პირობებში 29 დეკემბერი იყო ჩემი აზრით, ჩემი როგორც ლიდერის აზრით ესეთი მომენტი. მე როგორც ლიდერი ყოველ დღე ვერ ვიტყვი ამას, რომ ეხლა დღეს და ბატოშორის მე ვერავინ ვერ დამდებს ბრალს, რომ ზედმეტ მოლოდინებს ვაძლევდი ვინმეს, იმიტომ რომ თუ შევხედავთ ჩემ პოსტს, რომელიც ჯერ კიდევ ნოემბერში გამოვაქვეყნა, იქ ზუსტად დავწერე, რომ სოფლიოში მსგავს ვითარებასთან გამკლავების 5 გზა არსებობს, ჩემი ცოდნიდან გამომდინარე. მათ შორის ბევრი არის ნორიეგა, შეიძლება ვიღაც ჩამოვიდეს ვერტფრენი წაიყვანოს ვიღაცმა, ბევრი მოდელი არსებობს, მაგრამ ამ არსებობს მოკლედ ორ გზად რო დავყოთ, არსებობს სპრინტი, ბლიცკრიგი და არსებობს მარათონი. ამ ორ გზას ძალების სხვადასხვანაირი გადანაწილება ჭირდება. ჩვენ რა გზით მივდივართ? გეტყვით, როდესაც ჩვენ ვიყავით სპრინტში, ანუ იყო შესაძლებლობა რომ ჩვენ მაქსიმალური წნეხით და მაქსიმალური რესურსით გქონდა უპირატესობა მოწინააღმდეგესთან, ეს იყო 29 დეკემბრის მომენტი. როდესაც მე ავიღე რა სრული პასუხისგებლობა თითოეულ სიტყვაზე, რომელსაც მე ვამბობ და სხვა მაგალითებსაც გეტყვით, თქვი რომ თუ სალომე ზურაბიშვილი გადაწყვეტს რომ არ გამოვიდეს ორბელიანების სასახლიდან, მაშინ მას დაუდგებით მხარში, ჩვენი გაერთიანება, მე პირადად და გაერთიანების სახელით და ამას ჰქონდა შემდეგი დასაბუთება. არც ერთი რეპრესიული კანონებიდან არ იყო მიღებული მაშინ ჯერ. ანუ ველი თავისუფალია. სალომე ზურაბიშვილი იყო მოქმედი პრეზიდენტის შესაბამისი იმუნიტეტით. მთელი ოპოზიცია არ იყო გაყვანილი პარლამენტიდან და ყველა 66 ადამიანს ჰქონდა იმუნიტეტი. გარდა ამისა, ყველაზე და ძალიან მნიშვნელოვანი
თეთრ სახლში ზის ჯოზეფ ბაიდენი, რომლის დამოკიდებულება ამ რეჟიმთან იყო განჭვრედადი ცხადი და სანქციები მაგიდაზე და ასე შემდეგ. ჩემი გათვლით 29 დეკემბერი და მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ამ გადაწყვეტილებებს ისე არ ვიღებ, ხო? იმიტომ რომ მივედი სახლში დავემშვიდობე ჩემ ბავშვებს, თქვი რომ ეხა ხო წავალთ. იმიტომ რომ არ ვიცოდით გადაწყვეტილებას არომე ზურაბიშვილის, მას რომ მე თქვა რომ არ გავდივართ და ეს სცენარი იყო კარგად განხილული წინა დღის შეხვედრაზე, ორი დღით ადრე შეხვედრაზე. ხო, ეს მოდელი შექმნა მან, რომ არ გადიოდა და მეორე დღეს შედეგი ვიქილე. მე შესაბამისად რახან არ იყო პასუხი ცნობილი, აბსოლუტურად მზად ვიყავი და თუ დღეს ვიღაცა ამბობს რომ რატო გადავიდა ეს მარათონის რეჟიმში, ამიტომ ვიმოქმედე მე, რომ ვიყავი ადამიანი, რომელსაც არ მინდოდა რომ ეს მარათონის რეჟიმში გადასულიყო, ან და ვფიქრობდი რომ ბლიცკრიგის საშუალება ჩვენ მაშინ გქონდა. კაი, ეს შესაძლებელია გავუშვი. ერთ-ერთი მთავარი შეცდომა იყო თქვენი ხედვით 29 დეკემბრის მოვლენები. არა, მე ვამბობ რომ თუ ვიღაცა იტყვის მე რატომ არ ვასახელებ რაიმე მოქმედების გეგმას, ჩემი პასუხი არის, რომ ჩემი მოქმედების გეგმა იყო მაგიდაზე, მაგრამ არ გაიზიარეს. კი ბატონო. ამიტომ შესაბამისად რა მოხდა? როგორც დაწერილი მაქვს იმ პოსტში, სადაც ვადარებ ავტორიტარიზმების ჩამოშლის გზას. გადავედით მარათონის რეჟიმში. ეხლა მარათონის რეჟიმში რა ხდება? მარათონის რეჟიმში მუდმივად 100%-იან დატვირთვაზე ვერ იქნება ვერავინ. იმიტომ რომ მთავარი ამოცანა, როდესაც დარბიხარ მარათონს 25 კილომეტრი იქნება თუ 40, იცით და სპორტსმენები, რომლებიც არიან გრძელვადიან სხვა ტიპის სპორტში, მათ იციან რომ მთავარი ამოცანა არის რესურსები სწორად, კარგად, ტაქტიკურად გადაანაწილო. მე, როდესაც ჯერ ერთი ვინც მომცა საშუალება ძალიან კარგად და პირადად ვიცნობ პოლიტპატიმრების ოჯახებს სხვათა შორის და გამოხატული მაქვს ხარდაჭერა და როდესაც პოლიტპატიმრების გამოშვებაზე ვესაუბრები ევროპის მეორე უდიდეს პარტიების გაერთიანებას, პარალელურად მიმაჩნია რომ ეს მნიშვნელოვანია, ამას მოაქვს შედეგი და ამას მოაქვს განცხადებები, რომლის მეშვეობითაც ძალიან ბევრი რამე ოცნების მუშაობისა გაჩერებულია. ანუ გეგმას რაც შეეხება, გეგმა, როდესაც მე ვფიქრობ, რომ ის იყო ზუსტად როგორც დავითი ურტყავს გოლიათს იმ ადგილას, სადაც ის ვერ ხედავს, ეს გეგმა იყო მაგიდაზე, არ იყო გათვალისწინებული, კიდევ იქნება თუ არა, ალბათ იქნება. უფრო მეტად შეწუხება თუ შეიძლება რეჟიმის, რაც იყო ერთ-ერთ კითხვებში, თუნდაც იმ რესურსით, თუნდაც მარათონის ამ ეტაპზე, შეიძლება თუ არა იყო ოპოზიცია მიმართავდა რაღაც ტაქტიკებს, მოკლე პერიოდით გზას კეტავდა, პიკეტირება იყო, აი ასეთი ტიპის აქ იყო საუბარი, პარალიზება ქუჩების, ხო? ჩვენ ამას ვაკეთებდით და მე მინდა გითხრათ, რომ არჩევნების შემდეგ რა არის შესაძლებელი რეალურად და მაქსიმალურად თუ იყენებს ამ რესურსს ოპოზიცია პირადად თქვენ? კი, სხვებზე ვერ გეტყვით, ჩვენ გაერთიანებაზე გეტყვით, რომ მე ვიყავი პირველი, ვინც არჩევნების შემდეგ გადაკეტა გზა, მოგეხსენებათ, ეს იყო ცენტრალური საარჩევნო კომისიის. მანჩინ არ ხდებოდა გზის გადაკეტვები, ეს იყო და ხას უსვავ ჩემ ერთგულებას ქალთა საკითხისადმი, ეს იყო ქალთა აქცია, რომელიც იყო სხვათა შორის ძალიან წარმატებული. ეს არ არის ის საკითხი, რომელიც თქვათ ჩვენ არ გვახასიათებს, ან ძლიერ საქართველოს არ გამოუყენებია. რამდენჯერმე 26 ოქტომბრის შემდეგ დაკეტილი გვაქვს მარჯანიშვილის მოედანი, ჩვენს მიერ კონკრეტულად და დღესაც ძლიერი საქართველოს წევრები ვიხდით იმ 5000 ლარიან ჯარი, იმას ძალიან ბევრი. უბრალოდ ეს სულ ცოტა ხნის წინ ხდებოდა და ამის გამეორება ყოველ ჯერზე ვერ მოხდება. ეს არის ჩვენი მუშაობის არსენალში, ისევე როგორც მაგალითად იმედის პატრონის ირაკლი რუხაძის დასანქცირება და შესაბამისად იმედზე წნეხის განხორციელება, რომელიც პირდაპირ და ჩემი დამსახურება. რაც შეეხება თავის ქებას, მე მინდა პასუხი გავცე, ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ქალების საკითხს და ის უფრო ახალგაზრდა, მე აი ამ საკითხს გავცემ პასუხს, რომელიც თქვა მოქალაქემ. ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მნიშვნელოვანია ასევე, რომ სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ მე ქალების საკითხი ძალიან მაინტერესებს, ამას პროფესიონალურად ვუყურებ. პირდაპირ არის ქალთა ლიტერატურაში მითითებული და ყველას მინდა გაუზიარო, ვინც ახალგაზრდა გოგოები, ვინც გვიყურებენ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია იმ წინაღობებს შორის, რა წინაღობებიც ქალებს ახლავთ საერთოდ პროფესიაში და ეს წინაღობები ძალიან ბევრია. ასევე არის მათი მიღწევების აუღიარებლობა, როგორც ძირითადი პრობლემა, ან მიტაცება. რაც ქართულ პოლიტიკაშიც ძალიან ხშირია, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მე როგორც ის იშვიათი შემთხვევა ქართულ პოლიტიკაში, როგორც ქალი თავმჯდომარე პარტიისა, იშვიათი შემთხვევა, დაახლოებით
9-2-ზე ვართ, თუ არ ვწდები ქართულ აი ამ 4 ძლიერ გაერთიანებაში. ძალიან მნიშვნელოვანი რომ ამას ამ წვრილ ხაზზე გაუსვა, იმიტომ არის მნიშვნელოვანი რომ მე რო თავდაცვაში მინისტრის მოადგილე გავხდი, იცით რომ იქ იყო დაწესებულება კადეტთა ლიცეუმი, რომელიც გოგონებისთვის ჩვენ გავხსენით, მარტო ბიჭები სწავლობდნენ იქ და სანამ ჩვენ არ მივედით, არ მოაფიქრდა არავის რომ იქნებ ქალებსაც უნდათ მსახური და აღმოჩნდა რომ ვიყავით აბსოლუტურად მართლები. ანუ ეს საკითხი მე არ მინდა რომ ყველგაცამ გაიგოს რომ ეს იმიტომ კეთდება რომ რაღაცას, იმიტომ კეთდება რომ საქართველოში ქალები აწყდებიან ძალიან ბევრ პრობლემას, ძალიან ბევრ წინააღობას, მათი ხმა საჯარო სივრცეში არ ისმის და შესაბამისად, როდესაც ამის შესაძლებლობა გვეძლევა ამას ხაზით გასმა უნდა. აი ერთის მნიშვნელოვანი საკითხია მუნიციპალური არჩევნები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, სადაც თქვენს ოპოზიციონერებს აქვთ განცდა, რომ თქვენი კოალიცია მკაფიო არ არის მასში მონაწილეობის მიღებასთან, არ მიღებასთან დაკავშირებით. ერთი საკითხი, რომ ეს კოორდინაცია, რაც პრეზიდენტის გარშემო არსებობს, უკვე დაირღვა გახარიას კომისიაში მისვლით, აი ეხლაც ტებ პირველზე არის გახარია სტუმრად ინგა გრიგოლიასთან და უთქვამს, რომ იღებენ მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობას. დიახ, ჩვენ მუნიციპალური არჩევნებისთვის ვემზადებით, ეს არის გიორგი გახარიას ციტატა. აი ამაზე თუ შეგიძლიათ კომენტარი გააკეთოთ და თუ გაქვთ მართლაც მკაფიო პოზიცია ამასთან დაკავშირებით კოალიციას, იმიტომ რომ ის რაც აქამდე ითქვა, მაინც ტოვებს კითხვის ნიშნებს საზოგადოების დიდი ნაწილისთვის. მათ შორის თქვენ სამომრჩეველს, ვინც ეს კითხვა დასვა, თქვენი ამორჩეველი იყო. კი, მოგახსენებთ. დავიწყოთ იქიდან კომისიაზე მისვლა და ის ჯგუფი, რაც არსებობს სალომე ზურაბიშვილთან. მან მნიშვნელოვანი მაგ საკითხში რა თქმა უნდა არის ის, რასაც სამართალს შეეჯახიან ჩანგალზე მოსულების პრობლემა არსებობს, ეგეთი მართლა ფრირაიდერები ქვია ინგლისურად და ქართულად. ჩანგალზე მოსულის პრობლემა რა არის? როდესაც ვიღაცა პიროვნება ან ჯგუფი ყველა სარგებელს იღებს რაღაცა წესიდან. მაგრამ ამავე დროს იმ ხარჯს არ წევს, რომელიც ამ წესს აქვს. ცოტა ლექტორივით გამომდის, მაგრამ გახარიას ეხება ეს. ანუ აქ პრობლემა არის, რომ როდესაც იღებს და არ გასცემს. აქ როდესაც ითხოვენ, რომ კონკრეტულად პარტიის თავმჯდომარე თვითონ გახარია, ხო გსმენიათ ეს, თქვენც გეკითხებოდით მას. პირადად ესწრებოდეს შეხვედრებს, თქვენთან იყო ეს ზუსტად. ამის უკან არის ის ფასეულობა, რომ აი ეს შემთხვევები გამოირიცხოს, რომ მისი წარმომადგენელი ერთი დათანხმდა რაღაცა პირობას, მერე თავმჯდომარემ დაარღვია და ახლა აღებინას თავის თავზე პასუხისმგებლობა ბატონ სკიტიშვილს. ასეთ პირობებს, ასეთ დონეზე, ასეთ დაპირებას, როგორიც არის სრული ბოიკოტი, რა თქმა უნდა გასცემდეს თავმჯდომარე და სწორედ იყო, მაგიტომ იყო მოთხოვნა, რომ თუ მისი პარტია რაღაცა სქემაში მონაწილეობს, იმონაწილეობს მთლიანად და არა ჩანგალზე მოსულების იმით, რომ მიიღო ყველაფერი კარგი, რაც თქვა, რომ იცი რა ოპოზიციის წევრი ვარ და ნაწილი ვარ, მაგრამ პარალელურად, როდესაც რაღაცა რისკია გასაწევი, ეს რისკი არ გაწიო. ხო, სკიტიშვილი ჯერ ერთი წარმოადგენს პარტიას და პერსონალურად ხო, რაღაც გამოვიდა, როგორ გამოიხატება, მაგრამ არჩევნები კიდევ უფრო მეტი თემაა. უფრო მეტს გავიგებთ მისგან. ხო, ზოგადად არჩევნებში მონაწილეობა ეს უკვე ნიშნავს, რომ საერთოდ ამ ჯგუფს გახარიას მონაწილეობას ამ ჯგუფში საერთოდ აზრი ეკარგება, ხო, რაზეც თანხმდებით, გამოდის რომ არ სრულდება. მეორე, ამ ჯგუფსაც მე არა ვარ ამ ჯგუფში, თავიდან ვთქვი, არა ვარ და ჩვენი პარტნიორი პარტია არის შიგნით და ძალიან მნიშვნელოვანი არც ერთ ოპოზიციურ გაერთიანებაში პარტია ხალხისთვის და მე არ ყოფილ ვარ მანამდე. რატომ? ერთადერთი მიზნით, როდესაც რაღაცა გაერთიანებას აკეთებ, იმ გაერთიანებას უნდა კონდეს კბილები. ანუ იმ გაერთიანებას უნდა კონდეს გარკვეული სანქცია და უნდა ახსრულდებოდეს მასში მონაწილეობა. როდესაც იქ მონაწილეობს პარტია და მე 100%-იან საპირისპირო რაღაცას აკეთებს, თუ ამას რეაქცია არ ექნება, მაშინ ეს არის კლუბი. რაღაცა მოგწონს ერთმანეთთან დროის გატარება და ამის დროის საშუალება არ აქვს. თვითმმართველობას რაც შეეხება. შეიძლება რომელიღაცა პარტიას აქვს ფუფუნება, იმიტომ რომ ის არის იმართება ვერტიკალით, რომ გამოვიდეს და რაღაცა განცხადება გააკეთოს. ჩვენ ვართ კოალიცია, ყველა კოალიციაში არის სამი პარტია, ყველას ყავს ჩვენი განსხვავებული ამომრჩეველი, რომლის აზრი უნდა გავიგოთ ჯერ ეს ერთი. მეორე, ამ გადაწყვეტილების მიღება იმის გათვალისწინების გარეშე რა ხდება საერთაშორისო დონეზე არ შეიძლება.
უნდა სწორედ დავინახოთ რა ხდება ჩვენ მეგობრებში და საერთოდ მეგობრები ჩვენს გვერდზე არიან თუ სხვა რაღაცებით არიან დაკავებულები. ის რაც ხდება დღეს მაგალითად ის უსერიოზულესი სანქციები, რომელიც წამოვიდა დიდი ბრიტანეთიდან, ხო, რამდენიმე თვე იყო და არ იყო, ხო, ესეთი მკაცრი სანქციები არა მარტო ეს, არამედ კიდე წამოვა იქიდან სანქციები. ეს არის ძალიან სერიოზული მხარდაჭერა, რომელსაც კიდევ სხვა აქტიური მხარდაჭერა თუ მიემატება, მაგალითად მეგობარის აქტი დაიძრება, შემდეგ ეტაპზე გადა. ეს ყველაფერი გასათვალისწინებელია. რა გაგებით? ხა გეტყვით. აი ამას რომ თუ ყველაფერს ვაგებთ, აი რაღაცა კანონებს იღებენ, ისა რა ქვია, პირადობაზე და ასე შემდეგ, მაშინ აქ როგორ გავდივართ, ამას დავუპირისპირდეთ, გასაგებია, მართალია, ერთ პინაზე, მაგრამ მეორე პინაზე გენერალ გიორგი კვენიტაძეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი გენერალს, რომელიც იყო წინააღმდეგობის მეთაური, რუსების წინააღმდეგ, ნათქვამი აქვს ეგეთი ფრაზა: ომი წაგებულია, მაგრამ უნდა ვიბრძოლოთ. ანუ არჩევნებში უნდა მივიღოთ ასეთ შემთხვევაში მონაწილეობა? არა. ანუ ეს ის საკითხია, რომელზეც უნდა ვიმსჯელოთ. ჯერ, ოღონდ ეს პროცესი ხდება ესე. საზოგადოებრივი მსჯელობა უნდა გაიშალოს, აი ეხლა ვიმსჯელოთ, მაგრამ არა უნდა ვიმსჯელოთ და ის არ უნდა გავაკეთოთ, რაც უკვე ვნახეთ და ეს არის დაუმთავრებელი ერთი წიგნის თავი, რაც მოხდა პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით. ეხლა აქ მინდა გავამახვილო ყურადღება. არ არის დახურული ეს თავი, სხვადასხვა გიორგი გახარია თქვა, რომ არსებობს გარკვეული ჭორები, რომ ვიღაცებს სურთ მანდატების აღდგენა და თქვათ სრული ციტატაც გახარიასი ამ არჩევნებთან დაკავშირებით, ჩვენ ვემზადებით ადგილობრივი და საპარლამენტო არჩევნებისთვის ერთად ოქტომბერში, თუ არ დაინიშნა, მერე გადავწყვეტ გავალთ თუ არ გავალთ. კატეგორიულ უარს არ ამბობს და მიიჩნევს, რომ ეს მხოლოდ მისი პარტიის და მათი ამომრჩევლების გადასაწყვეტია, ესეთი და უფრო ვრცელი ციტატა რომ იყოს. მოკლედ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში შეიძლება დაუბრუნდეთ კიდევ, მაგრამ პარლამენტში დაბრუნების მსურველებს შორის ვინ იგულისხმა გახარია მხომ არიცით, იმიტომ რომ მისი პარტიის წევრები გვირჩევენ რომ ვკითხოთ სხვებს თქვენ მათ შორის ანუ თქვენს კოალიციას. აი ნახეთ, ქართულ სუფრაზე ხო არის რაღაც სადღეგრძელოების მიმდინარეობა, ხო? და ასულების სადღეგრძელოზე თუ თავიდან ხوارბითი ხარ, ჯერ გარკვეული მიმდინარეობა გვაქვს. დავიწყოთ სანამ პარლამენტში დაბრუნებულებზე ვისაუბრებთ, იქიდან არ გამოსულებზე ვისაუბროთ. ეს თავი ჩვენ არ დაგვიხურია. იგივე ხალხი, რომელიც დღეს ამბობს, რომ სამივე პარტია თუ გამოვალთ, ის მოხდება ეს ხო გახსოვთ ეს რიტორიკა, რომ სამივე პარტია უნდა გამოვიდეთ პარლამენტიდან და ეს ნაბიჯი ჩვენ გადავდგით და იმის შედეგია რა, შედეგიც დღეს არის, მარტო რომ ხედახეტიალობენ რეგიონში ჩვენი დე-ფაქტო ხელმძღვანელობა, მაგრამ ამის გარდა რეალურად ის ეფექტი ამ ნაბიჯმა არ მოიტანა და დღეს აი ორ სკამზე მიუხედავად ამ კამპანიისა, მაინც ზის გახარიას პარტია, რომელიც მაისში რას მოიმოქმედებს, ჩვენ არ ვიცით. ანუ სანამ ჩვენ შემდეგ ნაბიჯზე გადავალთ და თვითმმართველობაზე ვისაუბრებთ, რომ მოდი ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას და იქ არავინ არ მიიღებს, მანამდე 3 თვის წინ რო ეს მაგალითი ქონდა, რომ ამან შედეგი არ გამოიღო და დღეს ჩვენი მთავარი სამიზნე შესაბამისად დღეს უნდა იყოს გახარიას პარტია, რომელმაც ეს თავი ჩვენ არ დაგვახურინა. ანუ იმან ეს როგორ უნდა გადავიდეთ შემდეგ თავზე, როდესაც დასკვნა პირველი თავიდან არ გამოვიდა. ხო, მაგრამ სოციალურად უნდა შემოსვლაო, შემოbrunებაო, ასეთი რამ თქვა გუში, რაც ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ყოველ შემთხვევაში რაც ოფიციალურად ფაქტები ჩვენ ვიცით, ეს საკითხი თითქოს მართლაც დახურული იყო იმ პარტიების მხრიდან და კოალიციის მხრიდან, ვინც გამოვიდა. საინტერესო სასაუბრო კომისიაში, იცით რა, ეს არის კომისიაში ძალიან ბევრი რამ მოხდა, მაგრამ აი ეს რაც უშუალოდ პარტიებს მიემართება, მაინც ამომრჩეველიც ალბათ იმსახურებს რომ ზუსტად იცოდეს ეს მართლა ჭორია რაც თქვა გახარიამ და ვის უნდა კითხოთ ეგ მე ბატონო ვის უნდა კითხოთ აი თქვენ გეკითხებით არა მე არ უნდა მკითხო სხვა შორის დღეს გახარიას გუნდის წევრებმა აი მათ პირიქით და თქვენი ამ პოზიციის საპასუხოდ დღეს ჟურნალისტებს არაერთ ეთერში მოუწოდეს რომ ჩვენო ეს ინფორმაცია გავავრცელებთ და ახლა თქვენ გადაამოწმეთ არა ვინც ჯერ ერთი სხვა შორის ისიც განაცხადია კაპიტანო ანა რომ თქვენ ამბობთ რომ უნდა განიხილოთ არჩევნებში მონაწილეობის საკითხი, ხო? აი ნაწილი ამბობს, რომ საერთოდ რა არის, რა უნდა განიხილოთ, არ არის განსახილველი წერტილი და უნდა დაისვას. და თქვენ რომ ამბობთ, რომ განიხილოთ, ესეც შესაძლოა განაცხადი იყოს მათთვის. მე ვფიქრობ, რომ ეს არის საკითხი, ისევე როგორც სხვა მსგავსი დონის მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხი,
რომელიც იმსახურებს მსჯელობას და თუ ვინმე ნებისმიერ პოლიტიკურ საკითხზე მეტყვის, რომ ეს საკითხი არ იმსახურებს მსჯელობას, უკაცრავად დემოკრატიულ საზოგადოებაში ამ ადამიანის ცხოვრება ძალიან გაუჭირდება. იმიტომ რომ დემოკრატიული საზოგადოების არსი არის, ხო თუ ვინმეს არ შეუძლია, მაშინ აგერ არის ბიძინა ივანიშვილი საქართველოს და დარჩეს იქ. და დემოკრატიული საზოგადოების არსი არის, რომ საკითხებზე მსჯელობთ, ხო? და მსჯელობის შედეგად ვიღებთ გადაწყვეტილებას. ამ ეთერიდან ახლა პარტიაში რომ მიდიოდეთ შეხვედრაზე, სადაც ეს საკითხია დასმული. დღეს არსებული მოცემულობით თქვენი პოზიცია რა იქნებოდა? რას ურჩევდით პარტნიორებს? მივიღოთ არჩევნებში მონაწილეობა თუ არა? მე ხო ჩამოგითვალეთ. ეს არის ამიტომაც დავაკონკრეტულად დღეს არსებული ვითარებიდან გამომდინარე, რადგან გახარია დღეს გააკეთა ეს განცხადება. აი დღეს რომ იყოს შეხვედრა, რა სიტყოდით? თქვენი პოზიცია რა იქნებოდა? მოდი მოგახსენებთ. ეგეთ ხაფანგებზე მე არ ვარდები, გამოცდილი ვარ. და არა კითხვებში არ ვარდები. ხაფანგი არ არის. არა, ხაფანგია. გახარიას პასუხმა დააჩინა თავის თავად. ხო, გახარიამ დღეს უკვე დააფიქსირა პოზიცია, თქვენს დღეს რომ უნდა დაგეფიქსირებინათ. პოზიცია რა მოხდებოდა? დავიწყოთ თავიდან. ჯერ ეს ერთი ის ვინც დღეს წევს ამ საკითხს, თვითმმართველობის საკითხს, ის აპრიორი აღიარებს, რომ შესაძლებლობა რომ ივანიშვილის რეჟიმი მანამდე ჩამოიშალოს ამოწურულია. ანუ შენ თუ იყურები რას გააკეთებ ამ წლის ოქტომბერში, მართლა 6 თვის თუ 7 თვის შემდეგ, შენ ამოწურ, ესე იგი ფიქრი იმაზე, რომ დღეს ყვალ ზეგ რა საშინაო დავალებოთ, ეს გამოწურული. ჯერ ეს ერთი. მეორე, პირველ რიგში რისთვისაც ჩვენ მემზადები და რისთვისაც სხვათაშორის დავდივართ რეგიონებში ერთად და ცალ-ცალკე. ეს ერთ-ერთი რჩევა იყო ჩვენი მაყურებლის. ეს რჩევა იყო, კი და სხვათაშორის რეგიონებში ჩვენმა მოსახლეობამ კი არა და თბილისში ძალიან კარგად იცის რატომ არის ივანიშვილი გასაშვები და ეს თემები უფრო ხშირად უნდა იყოს საჯაროდ და ეს არის ის სიდუხჭირე და ის უბედური ცხოვრება, რომელსაც ჩვენ ვცხოვრობთ. აი გუშინ იმ ცირკის დროს 6 საათი ჩვენი მოსახლეობის ყურადღება რო წაიღო, ამის პარალელურად 13 წლის ბავშვი ჩავარდა ლიფტში და ჩვენ ყველამ, ჩვენმა საზოგადოებამ იმ ცირკის გამო ეს მარტივად გაატარა. ეს რო იყოს ნორმალური ქვეყანა, ყველაფერი იქნებოდა პირიქით. ჯერ ვილაპარაკებდით უმწვავესად უსაფრთხოების თემაზე და მე სხვა გასართობზე, რასაც გთავაზობთ. ძალიან ცოტა დრო გრჩება, რამე ლიმიტი არსებობს დროში, როდესაც შეიძლება რომ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით საბოლოო პასუხი თქვენთვის მსჯელობის შემდეგ, ამომრჩევლის აზრის გაგების შემდეგ თქვათ. თვით რა არის, აი მე არ მიყვარს ეს ნახეთ, ეს მესმის თქვენი ინტერესი და მესმის ინტერესი, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს რაღაცები წინასწარ ყველას აინტერესებს. მაგრამ წინასწარ საკუთარი დღიურების და რაღაცა გეგმის ჩანაწერების გამომზეურება მოწინააღმდეგე მხარისთვის არის არასწორი. აბსოლუტურად არასწორი. პირველ რიგში გექნებათ ალბათ ეს დროს ლიმიტი. არა, პირველ რიგში რაც ჩვენ რასაც გავაკეთებთ და რასაც ვაკეთებთ, ეს არის გავიგოთ ჯერ ეს ერთი რა ხდება ველზე, ხო, საერთაშორისო გაგებით, მაქსიმალურად მოვემზადოთ არჩევნებისთვის, ახალი არჩევნებისთვის, რომელიც შესაძლებელია ჩატარდეს თვითმმართველობასთან ერთად და ეს იქნებოდა, რა თქმა უნდა, საუკეთესო და გარდა ამისა მოვისმინოთ ჩვენი ამომრჩევლის აზრი. ძალიან დიდი მადლობა კალკუტონოვანო, რომ მოგიიღეთ. ძალიან დიდი დრო წავარდით, მაგრამ ხო, გვაპატიებენ. ძალიან დიდი მადლობა, რომ მიიღეთ ამ ფორმატში მონაწილეობა. ბევრი ლიდერი არ თანხმდება რატომღაც მათ ველით კოალიციის ლიდერსაც და ველით მის თანხმობას ამ დრომდე რაც გადაცემა დავიწყეთ. ანა დოლიძე იყო ჩვენი სტუმარი. ძალიან დიდი მადლობა, რომ იყავით ჩვენთან ერთად უპასუხეთ ხალხის მაყურებელს უნდა დავემშვიდობოთ დაკარგული დრო ძალიან მალე უკვე დაიწყებს თავის დღევანდელ ეთერს. ერთი რამ გვინდა მაყურებელს უთხრათ, წინა ეთერს გამოვეხმაუროთ გადაცემის მთავარ თემას. ჩვენს ეთერში ამბის გაშუქების შემდეგ საქართველოში რუსეთის მიერ დაგეგმილი სპორტული ჩემპიონატი ჩაიშალა. გაგახსენებთ, რომ საქართველოში ჩამოსვლას გეგმავდა პუტინისტი პოლიტიკოსი, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელი ალექსანდრ აკიმოვი, რომელიც მას რესლინგის ფედერაციის პრეზიდენტიც არის. ეს ფედერაცია პუტინის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ ევროპულმა ქვეყნებმა, მათ შორის საქართველომ დატოვა. მოკლედ, აი ეს არის აპრილში უნდა ჩატარებულიყო ეს ჩემპიონატი, მაგრამ გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ რაღაც გარკვეულ პროვოკაციებზე ისაუბრა მოკლედ აკიმოვმა და ეს ჩემპიონატი ჩაშლილია. აი ეს არის ის, რაც დღეს გვინდოდა მაყურებლისთვის გვეთქვა. მადლობა რომ გვიყურეთ, დაელოდეთ დაკარგულ დროს. დარჩით ფორმულაზე. ნაწარმოები შეიცავს თამბაქოს ნაწარმოებს.